Ქალები მარტო ნავებს არ მართავენ. დედამიწის ამ კუთხეში ქალები ოჯახებს მართავენ, წესებს ადგენენ და შვილებს გვარს აძლევენ. ეს ერთ-ერთი უკანასკნელი მატრიარქატია, სადაც ცნება ოფიციალური ქორწინება არ არსებობს და არც განქორწინება. მამები ცოლებთან ერთად ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობენ და არც შვილების აღზრდაში იღებენ მონაწილეობას. ეს მოსო ქალების სამეფოა ლუგუს ტბის გარშემო. 16 საუკუნეზე მეტია ადგილობრივები ამ ტრადიციებს მისდევენ და ჯერ კიდევ თითქმის უცვლელად ინარჩუნებენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 40,000-ია. ეთაყვანებიან არა ღმერთს, არამედ ქალღმერთ გემოს, რომელიც მთის ერთ-ერთი მწვერვალია ქალის პროფილის ფორმის და რომლის ხილვაც ნისლის გამო ყოველთვის შესაძლებელი არ არის. საქართველოდან 1000 კილომეტრის დაშორებით ჩინეთის მკვეთრად პატრიარქალურ საზოგადოებაში შემორჩენილი ამ უკანასკნელი მატრიარქატის სანახავად ჩასვლა დროში მოგზაურობას გავს. ქუჩებში ძირითადად ქალები გვხვდებიან, სამუშაოდ მიმავლები თუ სოფლის თავშეყრის ადგილზე ჩამომსხდარნი. საუბრობენ განსხვავებულ ენაზე, იმოსებიან მათთვის ტრადიციული სამოსელით, რომელსაც ხელით ამზადებენ და დღემდე ცხოვრობენ მოსოს ხალხისთვის დამახასიათებელი წესჩვეულებებით. აქ ყველაზე მთავარი ოჯახში დიდი ბებია. დედამიწის ამ ნაწილში დიდი ბებია სოციალური სტატუსია და მას წინამორბედი დიდი ბებია ასაკისა და უნარჩვევების მიხედვით არჩევს შვილიშვილებიდან. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ოჯახის გაწყოლა, ოჯახის სახელით საუბარი, რიტუალების დაცვა, წესრიგის დამყარება და გადაწყვეტილებების მიღება მარტივი არ გეგონოთ. ყველა საქმე უნდა აკონტროლო, ოჯახის ბიუჯეტი განსაზღვრო და მოსავალზე უნდა იზრუნო. როცა მემკვიდრის დასახელება ხდება, ბევრს არც სურს, რომ მასზე შეაჩერონ არჩევანი. მოსო ხალხში დიდი ბებიასთვის ცალკე ნაგებობა შენდებოდა თანაც ყველაზე პირველად. ის საცხოვრებელი კომპლექსის მთავარი შენობა. ბებიის ოთახი კი ერთდროულად სტუმრების მისაღები, სასადილო და საძინებელიც. ეს სახლი საუკუნეზე მეტი ხნისაა. მამა ჩემმა ააშენა. ჩვენთან სახლების მშენებლობა კაცების საქმეა და ისინი უძღვებიან. ისე ააგეს ლურსმანი თითქმის არც გამოუყენებიათ. ამის მშენებლობასაც თავისი წესი აქვს. დიდი ბებიის სახლი აღმოსავლეთით ან სამხრეთით უნდა აშენდეს. მის გვერდით სამლოცველო მთებისკენ ახლოს და უკვე შემდეგ ყვავილების სახლი, რომელიც ზრდასრული ქალებისთვისაა განკუთვნილი. ოთახის შუაგულში დღემდე მოქმედი კერია. ოთახის ორ სხვადასხვა მხარეს უცნაური ფორმის საძინებლები. მთელ სახლში ეს არის მთავარი ოთახი. აქ ვიკრიბებით ყველანი დღის განმავლობაში. ყველა დანარჩენს თავისი ოთახი აქვს, ბავშვების და კაცების გარდა. მაგრამ მაგალითად მე ჩემს უფროს ვაჟს მივეცი უფლება ამ ოთახში დაიძინოს, რადგან ასაკშია. ისე კი ჩვენთან მოსეირნე ქორწინებაში მყოფ კაცებს ცალკე ოთახი არ აქვთ ხოლმე. ტერმინი მოსეირნე ქორწინება ჩვენთვის უჩვეულო, მოსო ქალებისთვის კი ცხოვრების ჩვეული წესის ნაწილია. რადგან ქალების სამეფოში ოფიციალური ქორწინება არ არსებობს, გურთიერთობის ფორმად პარტნიორთან ხალმით სტუმრობაა მიღებული. მას შემდეგ, რაც ქალი სასურველ მამაკაცს აირჩევს, მამაკაცმა პირველი ვიზიტი გულისწორთან კედელზე ცოცვით და ოთახში შეპარვით უნდა მოახერხოს. უკვე შემდგომ კი მას შეუძლია ყოველ დღე ბაღშმის შემდეგ ღიად ესტუმროს თავის პარტნიორს. ქალს უფლება აქვს იმდენი მოსეირნე ქორწინება ჰქონდეს, რამდენიც თავად სურს. ასეთ ოთახებში განცალკევებით ცხოვრების უფლება გოგონებს 13 წლის ასაკიდან ეძლევათ. მანამდე ბავშვები ერთად ცხოვრობენ იმ ნაგებობაში, სადაც მოსავალს ინახავენ და შინაურ ცხოველებს აჩერებენ. 13 წლიდან გოგონა თითქმის ზრდასრულ ადამიანად ითვლება. პარტნიორის ყოლის უფლება კი 21-23 წლის ასაკიდან ეძლევათ. გოგონები 2 წლის განმავლობაში აკვირდებიან თავის რჩეულს და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ უფლებას მასთან დაწყვილების.
დაშორება კი მარტივად და უმტკივნეულოდ ხდება ქონების და შვილების გაყოფის გარეშე, რადგან მოსო ხალხის წესის მიხედვით მამაკაც ქონება არ ეკუთვნის. ის მხოლოდ დიდი ბებიის ხაზით გოგონებზე გადადის მემკვიდრეობით. შვილებიც დედისაა, რადგან გვარს მათ დედა აძლევს კვლავ დიდი ბებიის ხაზით. გაჩენიდან სიცოცხლის ბოლომდე შვილები დედის სახლში ზრდებიან და ცხოვრობენ და მათზე დედის ოჯახი ზრუნავს. როგორც თავად ამბობენ, მათ ლექსიკონში სიტყვა მამაც არ არსებობს. ჩვენ ძირითადად სახლის მშენებლობაზე ან წესრიგის დაცვაზე ვართ პასუხისმგებელნი და ვეხმარებით ჩვენს დებს ბავშვების აღზრდაში. რაც შეეხება ფინანსურ უზრუნველყოფას, აქაც დიდი ბებიის როლი განსაკუთრებულია. ოჯახის წევრების ხელფასი მასთან იყრის თავს და საჭიროების მიხედვით ბებია უნაწილებს დანარჩენებს. ჩვენი ცხოვრების ასეთი წესი შესაძლოა სხვისთვის უჩვეულო იყოს. მაგრამ იცით რა განგვასხოვებს დანარჩენი სამყაროს მამაკაცებისგან? ჩვენთან ანგარებით არავინ წვილდება. ჩვენ მამაკაცებს არ გვჭირდება ქალის გულის მოგება ქონებით ან სხვა საშუალებებით. აქ მთავარი და ერთადერთი მხოლოდ სიყვარული და პატივისცემაა. ოჯახში მთავარი დატვირთვა ქალებზე მოდის. ისინი თესავენ, ხნავენ და მოსავალსაც თავად იღებენ. ოჯახის უზრუნველყოფაზე მთლიანად ქალები არიან პასუხისმგებელნი. ამიტომ ასეთ სურათს ლუგუსტვის გარშემო სოფლებსა და დაბებში ხშირად შეხვდებით. ოჯახში ქალის სტატუსი თავზე გაკეთებული მოსართავის ფერის მიხედვითაც შეიძლება გაარჩიო. მუქი ფერის სახუები მიუთითებს, რომ ქალბატონი დიდი ბებია. პატარა გოგონები კი ვისაც ჩარლები აწვიათ 13 წლის არ არიან. 13 წელს აქ განსხვავებულად აღნიშნავენ და სწორედ ამ დღეს გოგონებს კაბებს ოფიციალურად აცვამენ. რიტუალი შინაარს მოსო ხალხის სულიერი ლიდერი დაბა გვიხსნის. როცა ბუდა სულიერი არსებების ცხოვრების ხანგრძლივობას განსაზღვრავდა, ადამიანს ეძინა. როცა გამოეღვიძა და ბუდას წინაშე წარსდგა, მას 13 წლის სიცოცხლე მიანიჭა. ადამიანს ეცოტავა და ყველა არსებას თხოვა თავის ასაკში გაეცვალა. ერთადერთი ვინც დათანხმდა, ძაღლი იყო, რომლისთვისაც ბუდას 60 წლის სიცოცხლე ჰქონდა მინიჭებული. ამიტომ ჩვენთან 13 წელი მნიშვნელოვანი თარიღია. თუ ადამიანი ამასაკამდე გარდაიცვლება, მას განსხვავებულად გვძალავთ. დაბა მოსო ხალხში ბუდასა და ლამასთან ერთად მნიშვნელოვანი ფიგურაა. სამიდან ერთ-ერთი ანიჭებს ბავშვს სახელსაც და არამშობელი. აქ არ არსებობს დაბადების დღე, როგორც ასეთი. დაბადების დღეს, უпростоრად კი დაბადების წელს, ყველა ერთად გაზაფხულის დღესასწაულზე აღნიშნავს, რადგან მიწათმოქმედი დედებისთვის რთულია ბავშვის გაჩენის დღის დამახსოვრება. ჩვენ ასე აგვიხსნეს. გოგონებს სახელებს იმ წუთასვე ვარქმევთ. ბიჭების სახელისთვის კი 3 დღე გვჭირდება. ამ პროცედურისთვის დედის ზოდიაქოს ვკითხულობთ, მის ადგილმდებარეობას ვარკვევთ და ამის შემდეგ ვადგენთ სახელს. დაბა განსაზღვრავს ადამიანის დაკრძალვის დღესაც. როგორც გავარკვიეთ, მოსო ხალხი მიცვალებულს წვავს და ფერფლს სახლის ან მთის გარშემო ფანდავს. მიუხედავად ქალების სამეფოს განსხვავებული თავისებურებებისა, ერთ-ერთ სოფელში ქორწილსაც გადავაწყდით. იშვიათი შემთხვევა, როცა მოსახლეები ოფიციალურად ქორწინდებიან, ახლა სიძე და პატარძალი საბოლოო სამბროდის გადიან და მათ შემდეგ ლამა დაუცავს. ჩვენს კითხვაზე, საზოგადოებაში, სადაც ქორწინებას არ ცნობენ, რატომ ტარდება ასეთი ცერემონია და თანაც ასე პომპეზურად, დაზუსტებული პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა ახსნის რამდენიმე ვერსია მოვისმინეთ. როცა ოჯახში გვარის გამგრძელებელი ქალი აღარ არის და ყველა თაობაში ბიჭები არიან, ჩვენ ვცდილობთ გოგონას შემოვიყვანოთ ოჯახში და ეს ასეთი ფორმით ხდება ქორწინებით. მეორე, როცა სოციალური სტატუსის დაფიქსირებას ოფიციალურად გთხოვს სახელმწიფო, ჩვენ ვალდებულები ვხდებით ესეც ოფიციალურად გავაფორმოთ. ისიც გავარკვით, რომ თანამედროვე ცხოვრებამ ახალგაზრდებში გაცნობის და დაახლოების ფორმები შეცვალა. ახლა ახალგაზრდა თაობა ერთმანეთს სოციალური ქსელით ეკონტაქტება. მოსო ხალხის შემოსავლის ძირითად წყაროდ ტურიზმი იქცა.
ახალგაზრდების უმეტესობა ამიტომაც იცნობს ტრადიციულ ტანსაცმელს და იმ ნავებით, რომელთაც დილით თევზს იჭერენ, საღამოს ვიზიტორებს ასეირნებენ. თუმცა მიუხედავად ამისა, მათი ცხოვრების წესი, ლუგუს ტბის გარშემო ერთ-ერთი უკანასკნელი მატრიარქატი, ჯერაც თითქმის უცვლელი და მოქმედი რჩება. Poniendo la mano sobre el corazón